ევროვიზიის 4 გზის გამარჯვებული საქართველო უკვე მეორედ საერთაშორისო კონკურსის მასპინძელი ქვეყანაა. 13 დეკემბერს თბილისში საბავშვო ევროვიზია 2025 ჩატარდება. აქტიური მზადება დაწყებულია, ხვალ საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემაში საკონკურსო სიმღერის პრეზენტაცია გაიმართება. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს წელს მეგაშოუ რანინას მერვე სეზონის გამარჯვებული ანიტა აბგარიანი წარადგენს. მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. რანინას მერვე სეზონის გამარჯვებული. ანუ საქართველოს ხმა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიაზე გახდა ანიტა აბგარიანი. საქართველოს ხმა საბავშვო ევროვიზიაზე მეგაშოუ რანინას მერვე სეზონის გამარჯვებული ანიტა აბგარიანი მისთვის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო კონკურსში მონაწილეობისთვის ემზადება. საბავშვო ევროვიზია 2025-ის მონაწილე საქართველოს სახელით მილიონობით ტელემაყურებლისა და ათასობით მაყურებლის წინაშე თბილისში წარსდგება. კონკურსის წესების თანახმად შოუს ფინალს გასული წლის გამარჯვებული ქვეყანა მასპინძლობს. უკვე მზადაა საკონკურსო ვიდეო სიმღერაზე Shine Like a Star, რომლის ავტორი კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა. რანინაში ეს ყველა ტური და რეპეტიციები ძალიან სასიამოვნო იყო. შემიძლია რომ გითხრათ, არ ველოდი გამარჯვებას, მაგრამ რომ გავიგე რომ გამიმარჯვე, ძალიან გამიხარდა და ჩემთვის დიდი პატივია რომ ამ ხელა სცენაზე საქართველოს წარვადგენ ევროვიზიაზე. რაც შეეხება კლიპს, ეხლა ვიღებთ ვიდეო რგოლს და ჩემი სიმღერაც საკმაოდ რთულია. ჩემი შესაფერისია, მიხდება, მომწონს და ევროვიზიაზე მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ კარგად დავამახსოვრო ყველას თავი. ულოცავ რანინას ესეთი შესანიშნავი კანდიდატის წარდგენას ევროვიზიისთვის, მართლაც საოცარი ბავშვია, 10 წლის ასაკში ამდენი უნარი თუ შეიძლება გქონდეს, ბავშვს მართლა წარმოუდგენელია. ამიტომ ისე მოხდა, რომ ანიტამ თვითონ მომცა იმის უფლება, რომ ძალიან გავთამამებულიყავი და ეხა კი ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი მომივიდა, მაგრამ ბავშვს ისეთი სიმღერა დაუწერე, რომ ურთულესია შესასრულებლად, თუმცა ამაში დარწმუნებული ანიტასთვის ეს იქნება ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ის იმღერებს ამ სიმღერას ლაივში და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ღირსეული გამოსვლა გვექნება კიდევ ერთხელ და ძალიან ძლიერი ნომერი გვექნება. საპრეზენტაციო ვიდეოს გადაღებები უფლისციხეში მიმდინარეობდა. ვიდეო რგოლზე რეჟისორმა თემო კვირკველი ამიმუშავა. ანიტა აბგარიანთან ერთად მაყურებელი ვიდეოში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა აწლედის საბავშვო ორკესტრს ნახავს. აკომპანიმენტს უწევთ არაჩვეულებრივ ბავშვს და მომღერალს მუსიკოს ანიტას და ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მას. გავიარეთ ძალიან ბევრი რეპეტიცია, რომ მოგვემზადებინა ეს სიმღერა. დიდი გზას გავიარეთ, ამოვედით ამ არაჩვეულებრივ ადგილას და სასურვერთ მოლოდინებით და ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. ევროვიზიის მუსიკალურ ვიდეოს წელს აქვს საკონცერტო მუსიკალური ნომრის ფორმატი. ეს გადაწყვეტა რომ მუსიკალურ ნომერს ვაკეთებთ. გამდიდრებულია უფლისციხის ეგზოტიკური გარეგნობით, რაც თავისთავად მოვარგეთ სიმღერას, ანიტას მომღერალს, მის შესრულების მანერას. სიმღერა არის დრამატული, აღმავალი ენერგიით სავსე, ჭირდება სივრცე, ჭირდება მოქმედება და მე მგონი სივრცე, რომელიც თავისთავად ატარებს ამ ენერგიას და ამ დრაივს, ვიხმარ ამ სიტყვას, არის სწორედ ეს ადგილი. ძალიან ცოტა დრო გქონდა და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ევროვიზიის წესების მიხედვით უნდა იყოს ვიდეო რგოლი საკონკურსო სიმღერაზე გადაღებული. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არის მასპინძელი საბავშვო ევროვიზიის წელს, რაც შეეხება ანიტას სიმღერას, რომლის გადაღებებიც ეხლა მიმდინარეობს უფლისციხეში და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ანიტასთან ერთად არიან არაჩვეულებრივი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა აწლედის საბავშვო ორკესტრი და განსაკუთრებული მადლობა მათ. იმედია, რომ მაყურებელს ძალიან მოეწონება და როგორც ყოველთვის თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი მონაწილისთვის.
ანიტა აბგარიანი 2014 წლის 4 ნოემბერს დაიბადა. 2019 წლიდან მღერის სტუდია ზღვის შვილებში. 2024 წელს საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის Apregio International Singers Competition-ის გამარჯვებული გახდა. სწავლობს რევაზ ლაღიძის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით. მუსიკასთან ერთად მისი გატაცება ტანვარჯიშია. სხვადასხვა დროს აჭარისა და საქართველოს პირველობებზე პირველი ადგილი რამდენჯერმე აქვს მოპოვებული. მისი კიდევ ერთი დიდი გამარჯვება საბავშვო მეგა შოუ რანინა იყო, რომელმაც საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი საგზური მოუტანა. საბავშვო ევროვიზიის ფინალი 13 დეკემბერს საქართველოში ჩატარდება. გრანდიოზულ შოუში მონაწილეობას ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. საბავშვო ევროვიზიის კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.